ბიზნესმენი და გამოხვიდე გელა ბარკალაია. გამარჯობა, მე მინდა გავხდე ბატონი გელასნაირი ბიზნესმენი, ცხოვრობ ნახაუკაში, ვსწავლობ მეროსაჯარო სკოლაში და აქ იმიტომ მოვედი, რომ ძალიან სურს ამ კომპანიაში მუშაობის დაწყება. რამდენი წლის ხარ? 14-ის. მშობლები ყავს? დიახ, რომელ სკოლაში სწავლობ? მერვე, საჯარო. რომელ კლასში ხარ? მერვე. მერვე. დიახ. ალბათ ხო იცით როგორ არის გოგოებო, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და მართლა 60 წლის ვარ და ესეთ რამეს პირველად შევესწარი, რომ ახლა გოგოებთან ამოვედი და ვთქვით, რომ რაღაცა გვეჭამა და უცებ მოდის ბიჭი და დაცვა მეუნება, რომ შენთან აქ საქმე და ამოუშვა თუ არა. და ვეუნები ვინ არის რა არის, არავინ არ მყავდა დაბარებული პატარა ბიჭია 14 წლის. მეუთხარი შემოუშვით მეთქი და მოვიდა და აგერ დაუპატიჟეთ რაც გვაქვს იმაზე ჩვენს კომპანიის კაფეში. ახლა ლუკა, შენ გინდა სამსახური. თან სწავლობ. თან მარისნაირი ბიზნესმენი არ გინდა გამოხვიდე, იმიტომ რომ ეს მარი ჩემს კომპანიაში არის მაგარი მხარჯველი. ამიტომ ესეთები არ მხარჯველი არ მიყვარს. მე მიყვარს უფრო ეკონომიური, კოტესნაირი მიყვარს, კოტესნაირი, რომ აქ კაფეში დაევაჭრება ცოტა დამიკელიო. ჩემს კაფესაც რო დაევაჭრება, ხო? ლუკა, ჩვენ ახლა ვილაპარაკეთ, ვისაუბრეთ, მშობლების ყავთ და დიდი მადლობა მართლა ესეთ მშობელს, რომ აი ესე რო აცვია ბავშვს, ესეთი მოწესრიგებული რო აი ბავშვს რო ეტყობა დაბანილია, დავარცხნილია და ეს იქნება მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ეს საქართველოში იქნება ნომერ პირველი ბიზნესმენი. რატომ? ზუსტად ბიზნესი თუ გინდა, აქედან უნდა დაიწყო. ახლა მე ვფიქრობ თუ სად დავნიშნო ლუკა. ლუკა, შენ როგორ დრო გექნება? აი სკოლიდან რო წამოხვალ და რამე საქმე რო არ გექნება, შენ ჩემს კომპანიაში იქნები, მე გაგაცნობ ბიჭებს, მაგრამ მარი არის ჩემი მოადგილე, მარი ხელმძღვანელობს მთლიანად ამ გაყიდვებს და შენ მარი ერთ კარგ ბიჭს ჩაგაბარებს და შენ იქნები ავტომობილების გაყიდვებში. მოდი ჩვენ ლუკას ხელფასი დაუნიშნოთ, ავტომობილების გაყიდვებში ჩაერთოს და ამას ვამბობ სულით და გულით, რომ ლუკა გავზარდოთ ნომერ პირველი ბიზნესმენი და ამას თქვენს გილოცავთ და ამას ლუკასაც ულოცავ. ამას ლუკასაც ულოცავ და